იგონეთ დრონი ყოველ წინარეო, ესე წერს ფარნაუს ბატონიშვილი თავის ლექსში. ერთ-ერთ კარგ ლექსში, გრძელი ლექსია. ანუ მოიგონეთ ძველი დრო, ეს ტკივილის ამბავია, რა თქმა უნდა. ტკივილის რა თქმა უნდა ლექსი თავიდან ბოლომდე აქვს დაბეჭდილი იოსებ გრიშაშვილს. თავის ნაემტიკში და საერთოდ ფარნაუს ბატონიშვილი კაი პოეტი იყო როგორც ჩანს და ეგება იყო კიდეც პირველი ქართული რომანტიკოს პოეტი, თუმცა ჩვენ ვიცით რომ ალექსანდრე ჭავჭავაძე იყო პირველი ქართული რომანტიკოს პოეტი, მაგრამ მანამდეც იყო ეს კაცი მაშინ ახალგაზრდა საკმაოდ. მერეც ალექსანდრე ჭავჭავაძეს როგორც ჩანს ფარნაუს ბატონიშვილის ლექსებიც მოწონდა და ისედაც მოწონდა ეს კაცი და ცხოვრების ადრე მეორე ათწლეულის მიწურულს თავისი ბედით, თავისი ფიქრით სამუდამოდ დაუკავშირა ამ კაცს როგორც ესე იგი ბატონიშვილს. სამუდამოდ ის მაშინდელი თქმით თუ ეხლანდელით რა. ეხლა ეს არის 1804 წელი და ალექსანდრე ჭავჭავაძე არის 17-18 წლის ბიჭი. რით გამოირჩევა ის თავადებისგან? ერთი რომ გარსევანის შვილია, მისი თანატოლებისგან. მეორე რომ ფრანგული იცის ძალიან კარგად და სახლში ყავს ფრანგული სახელმწიფო რომელიც შემორჩა ამ სახლსა. და ასეთი ყავს ფრანგული იცის, ეს ბევრია მაშინ. იციან უკვე საქართველოში აქა-იქ, მაგრამ ვინც იცის ისინი უკვე გასახლებულები არიან რუსეთში მაგალითად. დავით ბატონიშვილი და მისი ძმები და იქ ეს ამბავი მოთავებული, ეს არის უკვე ციციანოვის დრო, ასე რომ ვთქვა. ციციანოს მოთავებული აქვს გასახლებები და ვინ არის ახლა ეს? ეს არის ვახტანგ მეფის დროინდელი ქართველების შთამომავალია. მაგ წლებში ციციანოვის დანიშნავდა იყო ეგეთი მოთხოვნა, რომ ვინმე ქართველი მაინც დაგვინიშნეთ რა, იმიტომ რომ აქ იყო ესეთი სამოქალაქო და სამხედრო მმართველობაში იყვნენ ორი კოვალენსკი და ლაზარევი შემოკლა დედოფალმა და კოვალენსკი კიდე ტრიალებდა და ციციანოვი რომ ჩამოვიდა როგორც თავარსარდალი სისტემა არ მუშაობს ასე რომ ვთქვა. ეს კოვალენსკი არ დადის სამსახური, ჯერ სადაც იძახოდა მეფის ისავარო სახევარო იძახდა და აქ სამსახურში არ დადის, სახლიდან მართავს ესე იგი აღმოსავლეთ საქართველოს სამოქალაქოდ. ეხება მაგას სასამართლოები ეს მთელი რა ქვია სამოხელეო საქმე სამოქალაქო რაც არის რა. რუსეთი კი ვიცით რომ მაინც სამხედრო და პოლიციური ქვეყანა იყო, მაგ დროიდან კი იწყება უფრო და მე შუაში უფრო ძლიერდება, მაგრამ ეს მოსამართლეები არ დადიან სამსახურშიო წერს ეს ციციანოვი, საქმეები აწყვიაო, ხალხი გაურკვევლობაშიაო. ამას ყველაფერს მოვაწესრიგებ მე კოვალენსკი კი მოაშორეს მაქედან, მაგრამ 10 თვეში მოასწრო რომ ქართველებს რუსები შეძულებოდათ. მოხელეებიც რომლებიც მაშინ მოყავდათ ეს იყო რა ქვია ეგრე რომ ვთქვათ ამერიკულად ფრონტირის მოხელეები იყვნენ ესენი. ან იქ თამისთვის გამოგდებული და დაჟჯილი, ან სულ დაბალი მეებს ვამბო. მე რაც იყო შემოღებული ამან შეჭამა მაშინ აღმოსავლეთ საქართველოს კაპიტან ისპრავნიკები. ეს ახლა რუსეთში ცოტა სხვანაირია და აქ იყო მოსამართლეც და პოლიციელიც და მმართველიც რა ქვია რეგიონში ასე რომ თქვა დღეს რო იტყვიან მაზრებში. ხო და აბსოლუტური გაუგებრობით და ამით მართავდნენ. მთავარი ამბავი ხდება ჩრდილოეთში. აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილოეთში გზა კეთდება, საერთოდ გზები კეთდება ამ დროს. აი ერთი ჩანაწერია თუ არა ვსწრები ახალქალაქი წალკის გზაზე ხალხი რა დღეში ყავთ რომ ამუშავებენ და იმასთან ლეკები ეცემიან, ამ ხალხს იტაცებენ. ეს რუსები ჯარისკაცები მთვრალები. საერთოდ რო ჩამოდიან რუსი მოხელეები და ასე რომ ვთქვათ რევიზორები გაუგნებული არიან თავიანთ ჯარისკაცების ქცევით. ეს პირდაპირ იქ მოხსენებებში რომ არც ერთი მაშინ ესე არ არის. ჯარისკაცი ესე მიშვებული არ არის და ასე არ გრძნობს თავს, ესე იგი. ჯარისკაცი ვერ ხვდება ის
ქართველიც მაგასეულობ და ჩვენ დამცველებად გელოდებოდით და ეს არის ახალდღევანდელი სიტყვით რო თქო საოკუპაციო ჯარებით იქცევა რა ისიც არა ყველა საოკუპაციო ჯარებით ხო და საქმე კიდე დარეალზეა აი მე რასაც ქვია საქართველოს სამხედრო გზა რა დარეალს რომ გამოსცდები სტეფანწმინდა ანანური ეს მონაკვეთები ცნობილი და აი მაკედან არის ზუსტად მაკედან იწყება ქართველი კაცების ძვლები ჩვენ ძვლებზეა ეგ აშენებული და ჩვენ წვალებაზე ეგზა ჩვენკენ მომავალი თან აშენებულია უსინდისო ტყუილით იმიტომ რომ ეს არის მუქთი იძულებითი მათრახის ქვეშ თან დაპირებებით რომ 3 წელი 7 წელი არაფერს არ მოგთხოვთ გადასახადს იმას ამას საოცარი სურათებია თოკებზე დაკიდულს მაჭრევი ეს ბილიკიო მე ოსებმა ძლივს ამომიყვანესო ეს ისეთი შემთხვევა რომ ქართველები და ოსები ერთად აკეთეთ ჩვენი მხრის ოსები ერთად არიან ერთად იჭაგრებიან და არის დიდი წვალება ამ გზაზე ის ხალხია ესა და თოვლი მოდის ეხა თოვლი რომ მოდის ჯერ თოვლი უნდა გაწმინდოთო მე ხეს აჭრევი მე ახალგაზრდა ხეს რო ეს დააგონ რა ქვია ესეთი სახელდახელო გზავითო მშრალი რო იყოს ეხლა მე ეს ატანახდაო ცხენების ფეხი უცვიაო მეუბნებიან მოკლედ ეს არის გაუთავებელი და ტყმის ქვეშ და საჭმელი სასმელი არაფერი პირიქით რაც ჯარი ადგას თავზე ყველას ამათ უნდა აჭამონვისა რა ქვია და იქ დათვლილი აქვს ეხლა გლეხს რა შეეშლება და მე მეურნეობის კაცი რამდენი ჯარისკაც რამდენი ხორცი უხორცოთ არ არის ეს ამბავი ეხლა დიდი წვალება და ამბავი და უნდა გაზაფხულისკენ უკვე გარკვეული იყო რომ ეგ კარგად არ დამთავრდება ასეულად არ დამთავრდება გზაზე ამ ხალხის რაშუნი და ქალების გაუპატიურებები და რაღაცა ჯარი ეს ჩვენი ციციანოვი იყო ძალიან კაცრი კაცი მამაცი კაციც იყო ასე ამბობდნენ მაგის მამაცი მეაში ავდეს კაცრი დაუნდობი უკან ნაბიჯს არ და აი არ გადადგამდა აი ოდნავ რა არაფერი და ესე ჭიქური და ეგონა რომ ამით გაიტანს ყველაფერს ხო ამან ქართლის და კახეთის თავადებს ძველი თანამდებობების მაგივრად დაუწყო რა ქვია ახალი ესენი რა ქვია თანამდებობები რუსული რაღაცა პატარა თანამდებობები ჩინებს აძლევენ სამხედროებად ითვლებიან ისე მერე და მერე ეს იმატებს გენერლები ხდებიან და ეს რა ქვია ეს ხალხი ვინც პირველი თაობა ეგეთი რა ქვია რამათი მაგრამ უფრო აი ეს ადმინისტრაციის ფორმას მოგცემენ და იქ არის ეგეთი თორნიკე ერისთავი ესეთი სახელი და გვარია რა ქვია მაშინ ეს ყველაფერი კარგი მაგრამ ამ დროს არის ომი წასულია ეს ციციანოვი ერევნის ასაღებად და წაყვანილი ყავს ქართული ვინც არ გაის მილიცია და ეს ყველა და რაც რუსის თავარი ჯარი ესე რომ თბილისში და საერთოდ ყველგან მარტო საგუშაგოებზეა სამხედრო ხალხი და ამათ ყავთ თავისი რაზმები და ცოტა რუსები აი ამ უფრო რაღაც საეგზეკუციო ხალხი მე მგონი აი მთაში და იქედან ბრძანება იყო არ ვიცი ეს რა იყო არის რამის სამშენებლო ჭირდებოდა თუ რა იყო ან მაშ ქართველები მთელი მერე საუკუნის ბოლომდე ჯარში არ გაყავდათ მაგრამ მოთხოვნა რომ შეკრიბე და წამოიყვანე დაბლა აი ეს ხალხი ეს ნამუშევარი ხალხი რომ დაიწყო ამ თორნიკე ერისთავმა შეკრიბა ხა გარშემო ვინც ყავდა ის შეკრიბა რა თქმა უნდა მიიყვანა ისი და უკვე რომ დაიწყო ხალხის დაგზავნა იქით აქეთ იქიდან მოდის უარი არ წამოვარდა არ გვინდა რომ წინ გაგვირეკოთო და ხოცოს თათარმა აი ეს ხალხი იმაზე არ უარზეა უკვე ამან აფრინა წერილები იქ ქალაქში მაგრამ ციციანოვი არ არის იქ ნუ ის იქ უნდა მივიდეს წერილი მთელი ამბებია ყალთაბანდების დასასჯელად გავგზავნიო და დახოცესო უკვე დახოცეს არის აქა ჩაერია მერე ჩამურიცხეობის ოსები იქ ატყდა უბედურე კაპიტან ისპრანგმა გამოიყვანა ამათ სალაფავი აჯამა საერთოდ ეს ამბობდა რა ქვია ციციანოვი მე ეს ამბავი რომ დამთავრდა ჩვენთვის ცუდად რომ იქ წერილებს რო აგზავნიდა ეს იმპერატორამდე მივიდა ეს ამბავი არ გამოვიდა პატარა მეო პირადად ველაპარაკე მაგ მთიელებსო ველაპარაკებოდიო და მაგათი პასუხებიდან დავადგინე რომ ეგენი არიან ნამდვილი პირუტყვებიო ესე
მიწერა მას მე რაც ხოცა ჩამოახჭოდა, მაგრამ ეს წინ არის. წავალთ არ წავალთ და ატყდა. როგორ ხდება ხოლმე გული იყო თიანეთი, თავიდან იწყება ხოლმე თიანეთში, რატო არის არ ვიცი. მაგარია იტყობა და იმიტომ ხო. ეგეც უნდა ვიცოდეთ, ეს ხალხი მთის ხალხი ამაყი ხალხია, მაგრამ ამათი ბატონებიც ვინც ყოფილან ისიც არ არის უბრალო ხალხი რა. კიდე არ აგვზე და მე კიდე დაბლა ქსანზე. ესენი საქართველოს ისტორიაში ესეთ სისხლის ხალხად არის ცნობილი. ერთმანეთშიაც და ოჯახშიაც და გარეთაც და შიგნითაც და ადრეცა ვთქვი ნუგზარერის თავის დროსა, სისხლის წვიმების დროსა, აი ილიასის რო აი გლეხი იმეორებს, ჩემი წინაპარი აზნაური ყოფილა ნუგზარერის თავის დროსა, სისხლის წვიმების დროსა. მე გაუგლეხებ ეს ზურაბი მთელი ამბავი სააგაძის მოყრობა აქეთა მხრიდან. მაგრამ მანამდეც მერეც შანშერის თავის ისტორია, აქ არის საოცარი გმირები და საოცარი დაუნდობლობის ხალხია ეს შანშეთვალები მოთხრილი რომ მოდი აქედან რო გივი ამბლახვარი შეხვდება რომ ამასაც უნდა მოდა არ მოთხარ იმას ამოთხარეს გამოგზავნა უკან ნადირშა ეს დრამატული ბედის ხალხი და ოჯახურათაც შიგნითაც დაპირისპირებული საშინად ერთმანეთად მაგრამ ერეკლემ ხო ესენ გააუქმა ამათაც ძულთ ბაგრატივანი სინამდვილეში ეს არის მთელი აი ამ და ნუ ეს თორნიკეცი და იქ არიან ბევრი ხსნელები და არაგველე მიხეილ ელიზბარ ნიკოლოზ შანშ ეს სახელები ხო საუკუნეებით მეორდება მე რამდენები გაუქმებულები არიან ასე ვთქვა მაგრამ ჯარი არ არის რუსის მეტი რო იყოს იქ არის ერევანზე ყველაფერი ეს იციან ვინც დაიწყეს აჯანყებას მეთაურობდნენ აქეთ აი მაგ მხარეს ლევან ნაზღაიძე ესენი ესეთი გმირები არიან საერთოდ ჩვენთან იქ სტელები რატო არ ადგას მთებში არ ვიცი მე შიობურდული დეკანოზი ეს ორი მაგარი კაცი იყო ეს დიეს მე მაგათ რუსებმა და ბედი აღარ ვიცი ვერ დაიჭირეს ოსებში იყვნენ და იქედან ოსებმა აი ეს უკვე ბოლოს ეს ამბავი დაიწყო და სადაც წაწვდებიან ძიმე ამბავია უკვე რა და უერთდება ყველა არის სტრატეგია არის სწორი რომ ამ მომენტში დარიალი უნდა დავკეტო ის უნდა დაიკეტოს სტეფან წმინდაზე უნდა დაიკეტოს იქ ზის უკვე რუსებთან ფიცნა თქვამი გაბრიელ ჭოფიკაშვილი ყაზბეგი მაიორის ჩინი აქ უკვე იმას თხოვენ იმას თავის ხალხი ყავს კიდე რუსები ცხოვრიან თავის ხალხი რუსები ცოტა არიან მე კაზაკები შევი თხოვენ რომ დაკეტე როგორ დავკეტო კაცო ფიცი მაქნა თქვა მე ესე უნდა ჯურა ფიცი გაქვი სამჯერ მთელი ზაფხულის განმავლობაში თხოვეს იქედან ისე ჯერ არ მოდიოდნენ მაგრამ ეს ღია ხო მთავარი რაც იყო და ამიტომ ესენი ცდილობდნენ რომ დაეკეტათ ეს გზა იქ იყო ომი ანანური საოცარი ომები იყო ლომის გადადიოდა ხელიდან ხელში დიდი სისხლის ღვრები ეს მთელი ზაფხული მაგრამ იცით როგორ არის ქართველები რომ ჯანყდებიან აი ამ ბრძოლებში იგებენ მაგრამ უკვე ეს ველზე და ძალაძე რო იქ ცოტა ხარს არის და აჯანყებულები სულ იყვნენ საუკეთესო დროს 4000-ნი მაგრამ მან არის სხვა იმედი იმერეთში არიან ესე იგი ბიძები არიან დეიშულთან სტუმრად რა ქვია სოლომონ მეორესთან პარნაუს ბატონიშვილი და იულონ ბატონიშვილი და ეს ამბავი როა უკვე უნდა გადმოხვიდე ხო ხალხიც არის გაგზავნეს ამათ რომ მობზანდეთ ვიზარდლეთ ნო ასე ახლა ის ხალხი დაიფიცეს არის სრულიად ესე შემაძრწუნებელი ესე რუსის აღწერილი სცენა შიშით სამსე სცენა რომ სნოში მოვიდნენ 700 ხევსურიო იქ არ არის მათი აკაზმულობა აღწერილი, მაგრამ მერე უკვე კახეთის აჯანყების დროს პოტოს აქ ნიჟეგოროდის პოლკის ისტორია, ეს პოტო არის მაგ მთავარი ვინც არის მაგ ისტორიკოსი მაგათ. ეს ნიჟეგოროდის პოლკი უბედურის ერთი და რაღაც მომენტში უნდა მოგწონდეს ალექსანდრესთან დაკავშირებით. იმიტომ რომ აგერიდგანს იოლად მიდიმოდიოდა აქ და ვენახი იმდო გააკეთა აქ ქონდა სამსახური სახლი. ნუ ეს მერე იქ აღწერილი მოვიდნენ მუზარადებით
შატილის ალყარვა გამოვიდნენ მუსარადები, ძველებურად ჩაცმული, თოფს ისვრიან. აქედან დახვდა ყველა ყუდუშაური, აი ყველა. ესეთი არ ვიცი, შეიძლება ჯუთად აგიდე არაბულების ნიწყებს. გვარები იკრიბებიან, თაგაურებმა დროშები მოიტანეს და გაშალეს, რომ მოველოდებით მეფეს. ასეთი ამბავია. იგვირგვინებს ბაგრატიონი, ჩხარეულები, შეწყობილი, ბედოიცეები, გვარი მეთავა, ხევები მოდის პირდაპირ, ოსები, ყველანი დაწყობილი ერთად და ეს ცნობები რომ მოდის, ახლა ის იქ ერევანშია, მაგრამ ის იქიდან უთulis რომ არც ერთი ნამბი არაფერი მოლაპარაკდა, არის ეს მოლაპარაკებები თან, აი მე ადრე ვახსენები დოსითეოს ფიცხელაური და ოსთაგამა ქრისტიანებას რო ეძახდნენ. ეგ არის და რევაზ ქსნის ერის თავი არა. მაგრამ ეს რევაზ ქსნის ერის თავი ყველა არ არის, იმიტომ რომ ფარნაოზი და იულონი რო გადმოდიან და ბორჯომის ხეობაში იმალებოდნენ ზემოთ უნდოდა ტყეებში. საწურბლია ეგეთი ადგილი, ხანჯი იქ იყვნენ. და დიდი მიმოწერები და ის იყო უკვე, მაგრამ გიორგი ამილახვარი ეგრევე გადაუდგათო. ჯერ დახვდა იქაო რომ გადმოვიდნენ კარვები გაუშალა, მერე გაიქცა რუსები. აი ეს არის ხო და დაიჭირეს ამათი შიკრიკი. შიკრიკი დაიჭირეს და მიაყვანინეს თავი. რუსები და ესენი არიან ხსნელები და არაგველები ძირითადად და იქ სხვებიც თამაზორბელი მერე მარშალი გახდება ეს. კარგ თანამდებობებს აძლევდნენ მაგათვი ისე იყო რა. ყველა კი იძახდა ერეკლეშვილი ვარ ერეკლეშვილი ყველა ორბელია. იულონი დაიჭირეს. და ფარნაოზი კი წამოვიდა, გამოიქცა და გადმოვიდა კახეთს. ეხლა ეგ უკვე სხვანაირი ეს არის, აი რომ დროშები აფრიალესო, ეგ უკვე საფიცარი დროშებია და იგვირგვინებს იცახია იგვირგვინებს. აიშალენ კახელები ბევრი გვარი, სხვათა შორის იმ დროს კახელებს ქართველებზე ბევრად მაგრად ეჭირათ და აქ თანამშრომლობ კი იყვნენ ეგ დანიშნული რაღაცები. აი რამდენიმე წელიწადში უფრო გაუარესდა ეს. ცდილობდნენ ჯანდიერების მოკაულებად იყვნენ და ისინი. ანდრონიკაშვილები 120 კაცი წამოყვა, ბევრი ახალგაზრდა იყო, იქ იკრიბებოდნენ ესა. დიდი ომები, აქ ამასობაში ამბავია გერგეთის ციხეზე რუსები, სად არის ომები ხო ხედა. შეკეტილები იყვნენ იქ რაღაცა გარნიზონი. აუხტენ ესენი, გაანგრიეს, იქ არ დაუხოციათ. წადით საქართველოში ესეთქოს. თბილისში წადით, მოშორდით აქედან, მაგრამ იყო ადგილებში რომ ხოცავდნენ, იმიტომ რომ იქ ძალიან პირადი ამბების გამო, აი კაპიტანის პრავნიკებს ამათ რა უნაქნან, გარბი არც სამხედროები არიან, ნახევრად აი ესეთი ხალხი მანდ დანდობა არ იყო ნამდვილად, მაგრამ ჯარისკაცები ბევრი გამოუშვიათ, რაც ალბათ აი ეს საერთოდ ქართველებს არ მოწონდათ მე ეს ფოტოც წერს რომ სასტიკის სახელი ქონოდათ ეს არ მოწონდათ ნამდვილად. ეხლა თბილისში არეულობა და ამბავი არა ქვია, ესე ხო არ არის რა. წერილები მთელი ზაფხული გრძელდება ესა. მთელი ზაფხული და ემატება. ეხლა ამათ იმედი აქვს თუ ალექსანდრე ბატონიშვილი ხო სპარს. ის ხო არ გაჩერებული ერთი წუთი დენი. რა ვიცი, ამდენი წელიწადი. ეს არის დასაწყისი ჯერ, ხო? სიმართლე რო ითქვას და ის სულ ბოლომდე იქ როცა შეიძლოდა, ის კი გადმოდიოდა და ის მაგათ იმედი ჰქონდა და აი ეს ერევნის სპარსელებმა არ დაეხმარენ. ზოგჯერ რუსი არ გეხმარება სპარსელებთან საუბრად, ზოგჯერ სპარსელი არ გეხმარება რუსებთან საუბრად. ესეთი ის არის, მაგრამ 120 დარჩეული კაცით წამოვიდა და ამოვიდა მთაში. პირველი რაც აქნა ეხნა ესეთი კაცია და სტეფან წმინდა, რა თქმა უნდა. ის ყაზბეგი ის ვერა იყო, კაზაკებმა შეასწრესო. ესე წერია, კაზაკებმა შეასწრესო და ეგ არის მაგის დასაწყისი, რა თქმა უნდა, უბედურების, იმიტომ რომ დრო გავა და ის მოიხსნება ერევნიდან, მიხვდება რომ არ გამოვა ესე. იქედან წამოვა ეს ხალხი, აქედან იმპერატორის ბრძანებით და ესე შუაში მოაქცევენ ამ ჩვენ კარგ აჯანყებულებს, მაგრამ მანამდე ეხლა ხო იცი ცხოვრება გრძელდება და ქორწილი და
იქ როგორც არის კეიფი ახალგაზრდებია ბევრი ეს ქართლში ხდება რო ჩამოღამდა აიკრიფა ერთი 10-12 ეთყობა კახელები ვინც იყვნენ და უკვე იცოდნენ რომ ფარნაუს ბატონიშვილი კახეთშია და გაქუსლეს თვალზე ფხიზელზე იმათში იყო ალექსანდრე ჭავჭავაძე ახალგაზრდა ეს არის მოულოდნელი ამბავი მაგ დროს და ალბათ მამამისისთვისაც ამინიცის ის იმ ჭკუის კაცი იყო რა ქორწილი იყო ბიძამის გიორგი ავალიშვილი იქ არსევანი იყო არ იყო ესენი როგორ მაგრამ ეს გულში ქონდათ როგორ ახან გადაწყვიტეს ესე რომ ქორწილი და ეს თუ საქართველოში სუფრიდან ომში კი ყველა წასულა ეგებო ჩაფიქრებული ქონდათ ეს ან არ ჩაფიქრებული ან ღვინო მოეკიდათ და კახელები და გული უწევთ ახლა ბატონიშვილი იქ არის მართლა მე ჩანს რომ სხვა დამოკიდებულება ქონდა ცხოვრებაშიც ფარნაოსთან თუნდაც ლექსები ვახდონი დრონი ხო გავს თავში რა თქვი იმას ხო გავს ვახდრონი ეს ლექსის კაც ბიჭი იყო უკვე ლექსის მაგრამ უფრო აჯანყების და გულის ძგერის გამოა იქ წასული იმიტომ რომ ბოლომდე დარჩა ფარნაოს ბატონი აი სულ ბოლომდე ერთად დაიჭირეს ეს არის მაგარი წავიდნენ მე მთებში საუბრად ეს